გამარჯობა, თქვენ უყურებთ ყველაზე მაგარ პოლიტიკურ სატირას talk-show ეთოქზე. ტრამპის და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მონიკა ლევინსკი გაცილებით პატივნაცემი გავიდა კლინტონის ოვალური ოფისიდან, ვიდრე ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ. დავიწყოთ იმით, რომ ზელენსკი კი არ გამოვიდა, არამედ გააგდეს. უკრაინის პრეზიდენტის როლის შემსრულებელი ღიად დაადანაშაულეს ტრამპმა და მისმა ვიცე-პრეზიდენტმა უპატივცემულობაში, უმადურობაში. მოუწოდეს ეტიკეტის დაცვა და საბოლოოდ პანჩურით გაისტუმრეს. ზელენსკი ამ შეხვედრაზე ჩავიდა მორალური უპირატესობის განცდით და გადაწყვიტა საკუთარი ნარატივის წარემართა მოვლენები. რისი საშუალებაც მას ტრამპმა და ვენსმა არ მისცეს და შედეგად ვიხილეთ პოლიტიკური გაძუყნის უნიკალური ეპიზოდი მსოფლიო ისტორიაში. ამის შემდეგ ზელენსკიმ წერილი გაუგზავნა ტრამპს, სადაც რასაკვირველია დაჩმორებული პოზიციიდან შეევედრა, რომ მზადაა ტრამპის ლიდერობის ქვეშ მდგრადი შვიდობის შეთანხმება რაც შეიძლება სწრაფად გააფორმოს. ეს კიდევ ერთი კარგი მაგალითი იყო თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის და მისი ხელისუფალისათვის სუვერენობის შენარჩუნება. რაც ზელენსკის არ გააჩნია და ამიტომ მოუწია ყურის აწევის და საქვეყნო დამცირების მიღება და მორჩილების გამოცხადება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბიძინა ივანიშვილს და ჩვენს ხელისუფლებას, რომ შეგვინარჩუნა მშვიდობა და ქვეყნის სუვერენიტეტი არა მხოლოდ დაიცვა, არამედ გააძლიერა. აქვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ ტრამპმა საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აკრძალა. ანუ რაღაცა საოლი ხდება. თითქმის ყველა საკანონმდებლო ცვლილება, რასაც ბოლო 2 წლის მანძილზე ჩაუყარა საფუძველი ქართულმა ოცნებამ, ამერიკაში მეორდება. ქართველი ლიბერალები და ნაცაქტივისტები ხომ იცით რა ხალხია? კლავიატურის ლომები. ხო და სწორედ ასეთი კლავიატურის ლომს ჯგუფ გამოუვალი მდგომარეობის წევრს დავით ტორნადო გაბუნიას, რომელიც განსაკუთრებით აგრესიული რიტორიკით გამოირჩეოდა სოცქსელებსა და ოპოზიციურ მედიებში, საკადრისი პასუხი გასცეს. ერავინ ვერ გაგვასწრებთ აქედან, დაგინგრევთ თავყბას გაგიერთიანებთ ბიჭო, მართლა? აი ეს ვაჟბატონი დალეწვით რომ გვემუქრება, აგრეთვე სხვადასხვა კონცერტებზე ასრულებდა ნაცლიბერალების ჰიმნს, სადაც ყველა ქართული ოცნების მხარდამჭერს აგინებდა დედას. ამაზე საპასუხოდ კი ერთ-ერთი რესტორნის ეზოში ასე ვთქვათ გაიძუყნა. ბიჭო, ხოცების კი არა, ნაცების მე ბიჭო. თან სასაცილო ისაა, რომ 6 იყვნენ ტორნადოსებრნი და ერთმა კაცმა დააგდო ისე, რომ საკადრისი პასუხი ვერ გასცეს. მეორე დღეს რაც მოახერხა ტორნადომ ისაა, რომ Facebook-ზე დედის გინება დაუწერა. ბობოქარ ტორნადოებს მინდა მივმართო. ეგრეა შვილო. როცა ამდენის უფლებას აძლევ თავს, მორალურ ზღვარს გადატიხარ, 1,200,000 თანამოქალაქეს დედას აგინებ და დალეწვით ემუქრები, სადღაც აუცილებლად მოგთხოვენ პასუხს. ამიტომ ის დაიქადნეთ, რისი თავის გაქვთ. დღის ანეკდოტი მოგიყვეთ? უკრაინამ კახა კალაძეს უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის წოდება ჩამოართვა. კაცს, რომელსაც 2 ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული და საკულტო მილანის ძირითადი მცველი იყო, უკრაინის სპორტის ოსტატის წოდება დააკარგვინეს. ამაზე პასუხად კახა კალაძემ განაცხადა: სულ არ ვიცოდი ასეთი ტიტული თუ კონდათ ბონიჭებულიო. რითაც კიდევ უფრო კომიკური გახდა უკრაინის მთავრობის ქცევა. მაგრამ ყველაზე მთავარი ამ ისტორიაში რა არის იცით? ზელენსკის თეთრი სახლიდან აგდებენ. რუსეთი ყოველ დღე უფრო მეტ ტერიტორიას და ადამიანს ანადგურებს უკრაინის მიწაზე. მილიონობით უკრაინელი მიდის ემიგრაციაში და იქაური ჩინოვნიკები კიდევ ჩვენს ქვეყანას და ხელისუფლებას ეშპილკავებიან, როგორ თუ მეორე ფრონტის გახსნით არ დაგვითეკით გვერდში და საქართველოს უკრაინიზაცია არ მოახდინეთო. დღეს ამით გემშვიდობებით. შევხვდებით შემდეგ კვირას კლავ ეთოქზე.